ჩვენ ვიცოდით კლასიკური გზა ხო, როგორ შეიძლება რომ გაეყალბებინ, რაც ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს რა ამ მრჩეველზე. მაგალითად ის რომ სინამდვილეში საქართველოში არჩევნებს ატარებენ სპეცსამსახურები, ხო? ანუ სუსი ატარებს რა ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. აბსოლუტურად არ არის, შეიძლება რაღაცა ტექნიკურ რაღაცებს აკეთებენ და ეხმარებიან სულს, თორე სინამდვილეში ხა არჩევნების ჩამტარებელი ორგანიზაცია და ორგანო არის სუსი. ის როგორ აგროვებდნენ ისინი პერსონალურ ინფორმაციას, მასწავლებელი იქნება თუ სკოლის დირექტორი იქნება თუ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ან ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც გამოძიების ქვეშ არიან, ხომ? ანუ რაღაცა სიები, რომელიც სადაც მართვის მოწმობა წართმეული პირები იყვნენ, რომელიც ასევე შეგიძლია რომ გამოიყენო და დაუბრუნო ის მართვის მოწმობა და მოკლედ გამოიყენო საშენოდ, ხომ? ვიღაცეები, ვინც აი მაგალითად ითხოვდნენ ოჯახის წევრები, რომ ერთი სასჯელახსოვრების დაწესებულებიდან მეორეში გადაიყვანო და ეს უკვე ეს წერილი გაქვს და ამას გაუკეთებ და ის ხმას მოგცემს, ხომ? ანუ ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია, აი ძალიან სენსიტიური ინფორმაცია ადამიანებს და შემდეგ ამის შეგროვება მათ დაიწყეს არჩევნებამდე ძალიან ბევრი თვით ადრე. ანუ რეალურად ჰქონდათ მთლიანად მონაცემთა ბაზა, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა უწყებების გამოყენებით, ხო, ზოგი პოლიციის, ზოგი რაღაცა იუსტიციის სამინისტროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი რაღაცა ჯანდაცვის სამინისტროს და ასე შემდეგ, შემდეგ შეძლებდნენ აი ამ ხალხის გამოყენებას სათავისოდ და ეს არის, რა თქმა უნდა, ეს იყო პრობლემა. ამას რა თქმა უნდა ველოდით, იმიტომ რომ 2020 წელსაც იგივე მოხდა და ამაზე ანგარიშებიც ჰქონდა და შესაბამისად ამას ველოდებოდით, რომ აი ესეთი ზეწოლა პერსონალური იქნებოდა კონკრეტულ ჯგუფებზე, რომლებიც შემდეგ გაყალბებაშიც ჩაერთვებოდნენ, ან მათ მისცემდნენ ხმას, ხო? იგივე პასპორტების და პირადობის მოწმობების წართმევა და ასე შემდეგ.